ციფრების ცვლა დაიწყო, მაგრამ ლიფტი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. მე 7 სართულზე უპრობლემოდ დავედი. როდესაც ლიფტიდან გამოვედი, სიცივე ვიგრძენი. ამ სართულზე არასდროს ამოსულ ვარ. ყველა ნათურაც იმძიმებდა. დავიწყე მარკუსის ოთახთან მიახლოება. ხოლო შემდეგ შევნიშნე პოლიციის ლენტები აგრული მის ოთახის კარზე. ნომერი 16. ლენტები ჩამოხსენი. და ვიფიქრე, შევიდე, სწორად ვიქცევი. შუქი ჩავთე და დავინახე, რომ ოთახში არეულობა იყო. კარა და ღია, ლოგინი არეული, თეთრეული გადმოყრელი. ამის შემდეგ კი მივხვდი, რომ შეცნობა დაუშვი აქ მოსვლით. უცბად ოთახი დავტოვე და კარები დავგედე. ამის შემდეგ კი ლიფტში დავუბრუნდი. დაბლა სართულს დავაჭირე და ლიფტის კარები ისევ დაიკეტა. მაგრამ დაბლა არ ჩადიოდა. უცნაურად ერთ ადგილზე იდგა. ხილაკს კიდევ ერთხელ დავაჭირე. ისევ არანაირი რეაქცია. ხოლო შემდეგ ლიფტმა დაჯახების ხმა გამოსცა და დაბლა ჩასვლა დაიწყო. სართულის ნომრებმა ცვლა დაიწყეს. უეცრად ლიფტში შუქი გამოირთო და დავიწყე პანიკა. ტელეფონში ფლეში ჩავრთე და შევნიშნე, რომ ლიფტის ნათურად დაიმსხვრა და მისი ნამსხვრევები თავზე მეყრებოდა. ამის შემდეგ კი გავიგე ლიფტის კარების გაღების ხმა. ჩემს წინ იყო შავი ადამიანის ფიგურა. მის გარშემო კი სიბნელე. ის უკან იყო შეტრიალებული. მე დალაპარაკე ვცადე, მაგრამ რაღაც წაილაპარაკა. და სწორედ მაშინ მივხვდი, ეს ვისი ხმა იყო. მარკუს, აქ რა გინდა? რომელი სართულია? მაღლა ავიხედე, რომ სართული დამენახა და ვერ ვიჯერებდი, რაც ვნახე. ეკრანზე ეწერა 6 ნახევარი სართული. მარკუსმა ისევ რაღაც წაილაპარაკა. აგანკალებული ლიფტიდან გამოვედი და მარკუსთან მისვლას ვცდილობდი. ის ისევ უკან იყო შეტრიალებული. მარკუს, რა ხდება? ახლა უკვე მაშინებ. მეორე ნაბიჯით წინ წავედი. მანაც სუსტად ესექნა. შემდეგ ისევ ორი ნაბიჯი გადავდგი და მანაც იგივე გააკეთა. უკან შემოუტრიალდი და ვიგრძენი, როგორ შემოატრიალა თავი მანაც. მაგრამ როდესაც მას ისევ შევხედე, ახლა უკვე მე მიყურებდა. ის ჩემს ყველა მოძრაობას მიმიკებდა. შეწყვიტე.